ქვეყანა ეროვნულ დღესასწაულზე იმობს ისტორიული აქტის მიღებიდან 107 წელი გავიდა. დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეროვნული ჰიმნი სამხედრო ვერტმფრენები და დროშის ფერები თბილისის ცაზე 7-მდე წვევამდელის მიერ ფიცის დადება თავისუფლების მოედანზე და 5 ისტორიულ ადგილზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ტრადიციულად დღევანდელი მოვლენების ეპიცენტრში თბილისის მთავარი გამზირია. თავისუფლების მოედანზე დღეს დილით გამართული საზეიმო ცერემონიის შემდეგ ზეიმი უკვე რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო. იყო სიტყვით გამოსვლებიც. მას შემდეგ, რაც თავდაცვით ძალებში გაწევრიანებამდე სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა ფიცის საზეიმო დადეს, საზოგადოებას ხელისუფლების პირველმა პირებმა მიმართეს. ყველა გამოსვლაში განსაკუთრებულად იყო აქცენტირებული ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლის მნიშვნელობა. მიმართვებს მმართველი გუნდის შემადგენლობასთან ერთად ისმენდნენ დიპლომატებიც. ცერემონიას რამდენიმე ელჩი დაესწრო. მე საქართველოს მოქალაქე! შევდივარ რა სამხედრო სამსახურში! ბიჭო! პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე! ბიჭო! ქვეყნის დამოუკიდებლობის 107 წლის თავზე სამხედრო ფიცი ტრადიციულად დედაქალაქის მთავარ მოედანზე გაისმა. რეკრუტების ხმას ბანი საქართველოს 5 ისტორიული ადგილიდან მისცეს. სამეგრელოში, ნოქალაქევში, იმერეთში, გეგუთის სასახლესთან, შიდა ქართლში, სამთავისის კათედრალთან, კახეთში, ვეჯინის ამაღლების მონასტერთან და მცხეთა-თიანეთში, დარიალის ხეობაში აფრიალებული საქართველოს დროშის ქვეშ 7-მდე წვევამდელი საგანგებო სიტყვის წარმოთქმით იმ დიდი სამხედრო ოჯახის წევრი გახდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ჰქვია და რომელთა მოვალეობაცა და ვალდებულებაც ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების დაცვა. ხუთჯვრიანი დროშის დასაცავად 21 საუკუნემდე მოტანილი ქართული იდენტობის, ენის, მამულისა და სარწმუნოების შესანარჩუნებლად ვალდებულებებზე ჰქონდა აქცენტი საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენელს, რომელმაც ტრიბუნიდან დღეს საზოგადოებას მიმართა. ჩვენი ქვეყნის წინაშე ყოველთვის იქნება საფრთხეები, რომელიც სათანადო რეაგირებას მოითხოვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად ამაოა რომელიმე უცხო ძალის ლოდინი, რომელიც მოვა და გადაგვარჩეს, ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებს, ჩვენზე უკეთ ეცოდინება, თუ რა სჭირდება ჩვენ ხალხს და ქვეყანას. სურს დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები სამართლიანობის, მშვიდობის, ქრისტიანობის, კულტურის, ტრადიციების, ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლფასი იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველოს საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად აკეთებდა. სურს კაფიოდ განვაცხადო. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანასწორებაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია და ის დღესაც გრძელდება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო კვლავაც გადის ბიბლიურ 40 წლიან მოსეს გზას აღთქმული მიწისკენ. აღთქმული მიწა ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს ორი უმთავრესი ეროვნული ოცნების ასრულებას. პირველი ეს არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო, სადაც არც ერთი ქართული ოჯახი არ ცხოვრობს გაჭირვებაში. და მეორე ეს არის ფიზიკურად და სულიერად ერთიანი საქართველო. საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. საქართველო, სადაც ადამიანებს აერთიანებს სიყვარული ერთმანეთის მიმართ. დღევანდელ დღეს საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მთავარი მტერი არის სიძულვილი. სწორედ ამიტომ მთავარი, რასაც საბჭოთა ხელისუფლება აღღვევდა საქართველოში 35 წლის წინ, სიძულვილი იყო. დღესაც მთავარი, რის დათესვასაც საქართველოს არაკეთილმოსურნენი ჩვენს ქვეყანაში ცდილობენ, არის ისევ და ისევ სიძულვილი ქართველებს შორის. თუ სიძულვილს დავამარცხებთ და სიყვარული გაგვაერთიანებს, ქართულ გენსთან ის წინ ვერაფერი დაუდგება.
ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების საგასაღარსი. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოლაჩწმინდა ღვთისმშობლის ფარველობით. ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35 წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ 4 ომი: საქართველოს სუვერენიტეტის 9 წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველოს დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას ყარ ნიადაგს უქმნის. 7 წლის წინ მოპოვებული, 3 წელში დაკარგული და წლების შემდეგ აღდგენილი დამოუკიდებლობის 34 წლის თავზე გამოწვევები არ შეცვლილა. არც მიზანი, მოპოვებული შენარჩუნება და განმტკიცება. დღეს სოფლიოში მღელვარე, ბუნდოვანი და არეული დროა. ჩვენ თვალწინ იშლება ღირებულებები, ირევა მტერმოყვარე, ადვილია დაბნევა და თავგზის დაკარგვა. რა არის ჩვენი მთავარი ორიენტირი ასეთ რთულ დროში? ესაა ჩვენი წინაპრებისგან მიღებული ცოდნა, გაზიარებული სიყვარული და გამოცდილება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მეხსიერება და გამოვლილი ათასწლეულები. დღესაც ჩვენი მთავარი ორიენტირი ის სამი ღვთაებრივი საუნჯეა, რომელიც დღემდე მოგვიტანეს და მოსავლელად გადმოგვაბარეს ჩვენმა წინაპრებმა. ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ჩვენ ვართ ხალხი, რომლისთვისაც მამული არ არის მხოლოდ გეოგრაფია. ჩვენთვის მამული არის სახლი, მისი მოფრთხილება, დაცვა, მოვლა პატრონობა ჩვენი და ყოველი თაობის უპირველესი ვალია. ამიტომ არის ჩვენი უმთავრესი მისია და მთავარი ეროვნული ამოცანა ჩვენს აფხაზს და ოს დებთან და ძმებთან ერთად აღვადგინოთ და ერთი გალავნით შევკრათ ჩვენი საერთო სახლი, ჩვენი მამული, ჩვენი საქართველო. ჩვენ ვართ სარწმუნოების ერთგული ხალხი. ჩვენი ეროვნული ენერგია მოდის თითოეული ადამიანის რწმენიდან და ერთგულებიდან, განურჩევლად აღმსარებლობისა თუ ეთნიკურობისა. უღმერთო, უდიერი, დამცინავი და უცხო ღირებულების მოტფიალი ადამიანი ვერასოდეს იქცევა სამშობლოს პროგრესულ და მაშენებელ ძალად. ცრუ ფიცის, ცრუ განზრახვების, ცრუ სწავლებების ყველა შემომტანი თესავს შუღლს, განხეთქილებას, ზისხსა და ბოროტებას. ამ ქვეყნის ბედს, მის მომავალს მათ ვერ დაუთმობთ. მხოლოდ მტკიცე და გაუტეხელ ერს შესწევს უნარი და ძალა საუკუნეებით გამოატაროს თავისუფლების იდეა, შეინარჩუნოს ეროვნული იდენტობა, ღირებულებები და ამავე დროს გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ცივილიზაციის მონაპოვართა თანაზიარი. სწორედ ამიტომ ეს დღე ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. ქართული ჯარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის მთავარი ფუნდამენტი, ღირსებისა და სამშობლოსადმი ერთგულების უდიდესი სიმბოლოა. სამშობლოს სამსახური კი ყველაზე დიდი პატივია. წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა მხოლოდ მოტივირებულ და გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებას სულ შეუძლია. საუკუნეებმა გვასწავლა, რომ გონიერება და სიმტკიცე, ერთობა და ურთიერთგატანა ქართველი ერის საუკეთესო იარაღია. 26 მაისი შეგვახსენებს, რომ ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისგებლობა, რომელიც ჩვენი სამშობლოს მომავლის წინაშეა. რათა არა მარტო შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, არამედ სრულყოფილად გავიაზროთ სუვერენიტეტის იდეა, რომლის გარეშეც იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობა. ქვეყნის მმართველი პარტია ამბობს, რომ ორი მთავარი ეროვნული ამოცანა აქვს: ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის მშენებლობა და რუსული ოკუპაციით ხელოვნურად მოგლეჯილი აფხაზი და ოსი საზოგადოებისთვის ყველა არსებული სიკეთის შეთავაზება, რამაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე უნდა მიიყვანოს. მე მჯერა, რომ სწორედ ამ გზით შევძლებთ ჩვენ, რომ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებას და რა თქმა უნდა შევძლოთ, რომ აღვადგინოთ ჩვენი საზოგადოების რობით დაშორებულ აფხაზ და ოს წევრებთან ერთად შერიგების გზით ურთიერთპატივისცემაზე და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორედ საქართველოს პოზიციონირებას, საქართველოს წარმოჩენას საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას და ზოგადად საქართველოს როლს საერთაშორისო ასპარეზზე. გამოწვევა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, კიდევ ერთხელ გვასწავლის და გვაჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ და დავიცვათ სწორედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამას ვაკეთებთ ჩვენ ყოველდღიურად. ეს ძალიან დიდი ღირებულებაა, რომელსაც წლების განმავლობაში
ჩვენ ბრძოლით მოვიპოვებდით, ახლა მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ და გავამტკიცოთ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა თითოეულ წევრზე მინისტრთა კაბინეტის არის ძალიან დიდი, რომ ზუსტად ეს დამოუკიდებლობა, რომელიც კომპლექსური შინაარსის მატარებელია, გავამტკიცოთ. სუვერენიტეტი გამოხატული იყოს ყველა მიმართულებით, მეტად აღიარებული იყოს ჩვენი ქვეყანა, მეტად იყოს უფრო ცნობილი, უკეთესი იყოს საცხოვრებელი პირობები ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის დღის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო დანაყოფებმა და პოლიტიკოსებმა თავისუფლების მოედანი დატოვეს, უსაფრთხოების ჯებირები მოიხსნა და მოქალაქეებს ადგილზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. მოსახლეობას სრული საშუალება აქვს იმისი, რომ გამოვიდეს და ნახოს სხვადასხვა სივრცეებში მოწყობილი შეიარაღება, როგორც შეიარაღება, ასევე აღჭურვილობა, ჯავშან ტექნიკა. ეს არის დიდგორები, დიდგორი 1, დიდგორი 2, დიდგორი 3, არის ძალიან კარგი მობილური ჯავშან ტექნიკა. წინა თაობის დიდგორ მეომართა შედარებით გაზრდილია საიმედოობა, გაზრდილია საწვავის მარაგი, რაც შესაბამისად ზრდის მანქანის მოქმედების მანძილს. გაზრდილია საბრძოლო კომპლექტის მოცულობა. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ შევძელით, რომ წინა მოდელთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ 3-ჯერ გაგვეუმჯობესებინა ამ მანქანის პარამეტრები და საბრძოლო შესაძლებლობები. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ მანქანა საექსპორტო დანიშნულების არის, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მაქსიმალურად მოვერგეთ დამკვეთის მოთხოვნებს. ყველა ქართველისთვის არის მნიშვნელოვანი. და მე ძირითადად აღვნიშნა რუსთაველზე მოსვლით, ჯარისკაცების ნახვით და ტექნიკის დათვალიერებით. მოწესა საკაურობა? კი, ძალიან. ყველაზე მეტად რა მოგეწონა? დიდგორი 2 და დიდგორი 3. სამხედრო ფორმა და ქართული სიყვარული ერთმანეთთან დაკავშირებულია. ჩვენთვის არის ძალიან ისეთი ემოციურად ათვისული დღე, გვიხარია, ბავშვებს უხარია ტექნიკის და სამხედროების დანახვა. იმიტომ რომ სამხედროები ეს არიან ის, რაზეც ქვეყნის დამოუკიდებლობა დგას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სრულიად თავისუფალს გრძნობ ადამიანი თავს. დამოუკიდებლობის დღე რო გონია რომ სულ ყველაფერი თავისუფალი და ბედნიერი ხარ, რა ვიცი, ბედნიერებას განვიცი. მოვიყვანე შვილიშვილები და ვათვალიერებთ. ვზეიმობთ, რა ძალიან სასიყვარულო დღეა ჩვენთვის. გულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ერთიან ძლიერ გავრწყინებულ საქართველოში გვეცხოვროს, ეცხოვროს ჩვენ შვილებს. და ვისურვებდი, რომ განვითარებული იყოს მეტად ჩვენი ქვეყანა, მეტად დამოუკიდებელი ყოფილიყოს, უფრო სუვერენული. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამოსულმა თითოეულმა მოქალაქემ თამამად მოირგო დამოუკიდებლობის დღის სლოგანად ქცეული ფრაზა. ეს დღე ჩვენია, დღე, რომელიც ემოციებთან ერთად იმითაცაა გამორჩეული, რომ ქართულ ცაზე ქართული დროშები დაფრინავს და წითლისა და თეთრის კომბინაციაც ღრუბლებზე საკუთარ კვალს ტოვებს.